ბათუმის სამშობიარო სახლში ჩვილი გარდაიცვალა. მშობიარის ოჯახი ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმ გინეკოლოგ ნუკრი ბეჟანიძეს უყურადღებობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. მათი განცხადებით ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა, რადგან ექიმმა მშობიარის საკეისრო კვეთა დროულად არ ჩაუტარა. პრეტენზიას საავადმყოფოში არ ეთანხმებიან. ბათუმის სამშობიარო სახლში დღევანდელი ხმაურის მიზეზი მოულოდნელი ინფორმაცია გახდა. შემოწმების მიზნით მისული 9 თვის ფეხმძიმე ქალბატონმა გაიგო, რომ ნაყოფი მკვდარი იყო. ნათესავები ირწმუნებიან, რომ ბავშვი ექიმის ნუკრი ბეჟანიძის დაუდევრობის გამო დაიღუპა. პაციენტი შემოვიდა ხუთშაბათს და გადაუღეს ეხოსკოპია. ეხოსკოპიიდან პასუხი იყო ესეთი, რომ ბავშვი არის ჯდომით, წაბძანდის სახლში, 3 დღის შემდეგ მოხდა და ან კვეთა გაკეთდება, ან ბავშვი გასწორდება და იქნება ჩვეულებრივი მშობიარობა. დაგღუპა ნუკრი ბეჟანიძემ, იმიტომ რომ არ უნდა გაეშვა პაციენტი სახლში. და აი დღევანდელი შედეგიც მოვიდა დღეს გადაიღო და გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ბავშვი დაიღუპა. აი ამ წუთამდე მიიყვანა ამ ნუკრიმ, რატო არ გაუკეთა 32 წლის ქალბატონს ოპერაცია ხუთშაბათსვე. ხუთშაბათს ადგა ბავშვი და მეუბნება, დედა, რაღაც ბავშვი აღარ მოძრაობს ნორმალურად, რომ უნდა ისე. და წამოვიდნენ ექიმთან, ჩამოვიდნენ საათნახევარი იყო გასული და მირეკავს ტელეფონზე, რომ დედა ექიმმა მითხრა, ეხოსკოპიაც გადამიღო და მითხრა, რომ დაველოდოთ ორშაბათამდე. ორშაბათს მოდი თუ იქამდე მუცელი არ აქტივდა. მოვიდა დღეს და ბავშვი უკვე ნახეს, რომ მკვდარი, ნაყოფის სუნთქვა აღარ ისმისო. ჯერ ბავშვის იგი დაბადებული არ იყო და რუსლანი მირეკავს ჩემში, რომ დედა თურმეო ვირუსი ყოფილა და ამიტომ დაიღუპა ბავშვი და ეხლა 10 თვის წინ გაკეთდა საკეისრო, იმიტომ რომ ბავშვი იყო ჯდომით, ხო და მეუბნება, რომ დარეკესებს, რომ ბავშვი ჭიპლარი აქვს 4-ჯერ შემოხვეული. 32 წლის ქალბატონის ნათესავები ექიმს არაკომპეტენტურობაში ბრალს კიდევ ერთი გარემოების გამოსდებენ. 8 თვის რო იყო ბავშვი ეხოსკოპია გაუკეთეს და 2 კილო და 850 იყო. ხუთშაბათს გაუკეთეს და 2 კილო და 600 იყო. ამის გამო მაინც რატო არ იფიქრეს, რომ 200 გრამი ბავშვი როგორ დააგდა მომატების დაცვლად? და სახში რატო უშვებს? და სახში რატო უშვებს? რას ვაპირებ და არ ვაპატიებ არავითარ შემთხვევაში. საავადმყოფოში ბრალდებებს უარყოფენ ნუკრი ბეჟანიძის ნაცვლად შეკითხვებს ორსულთა მეთვალყურეობის განყოფილების უფროსმა უპასუხა. ქეთევან კიკაბიძე აღნიშნავს, რომ ქალბატონს კარგი ორსულობა ჰქონდა, თუმცა ბოლოს ენდოსკოპიური გამოკვლევისას ნაყოფის მდებარეობის გამო ჭიპლარის მდგომარეობა არ გამოჩნდა. 4 დღის წინ ხალი იყო ეხოსკოპიურ გამოკვლევაზე, ნაყოფი იყო ჯდომით და ეხოსკოპიის დაფიქსირებული აქვს, რომ მისი მდებარეობის გამო ჭიპლარის დათვალიერება ვერ ხერხდებოდა. ექიმის ინტერესში არ შედიოდა ის, რომ არ გაკეთებულიყო თუ იყო ჩვენება ოპერაციის საკეისრო კვეთის, მაგრამ დამატებითი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევით ისეთი როგორიც არის ეხოსკოპია, არ დაფიქსირებულა ნაყოფის ჰიპოქსია. საკეისრო კვეთის შემდეგ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.